ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემამდე სემეკის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად ნორმატიულ აქტებზე მუშაობს, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას აჩენს. ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე აღრიცხვას და ფინანსურ ანაზღაურებას. ანუ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. როდიდან ამოქმედდება ნეტო დარიცხვის სისტემა, დარჩება თუ არა მზის ელექტროსადგურები მიმზიდველი ახალ სისტემაში და რა იქნება ტარიფები? თორნიკე დარჯანია, საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი შემოგვიერთდა თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში. თორნიკე, მოგესალმები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გუშინ იყო შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მარეგულირებელ კომისიაში სემეკში და როგორც ვთქვით, ნორმატიულ აქტებზე მუშაობს მარეგულირებელი უშუალოდ ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უკვე ახალი კანონმდებლობა, რომელიც 2027 წლიდან ითვალისწინებს ახალ სისტემაზე გადასვლას. თუმცა არის თუ არა სიახლე ამ ნაწილში, რა ხდება მანამდე ამ პერიოდში, იმიტომ რომ ფაქტია, ვიცით, რომ ენერგოპროჯორჯიას ქსელში უკვე შეუძლებელია ნეტო აღრიცხვის სისტემით ჩართვა. თელაში დარჩენილია ჯერ კიდევ ლიმიტები. რაზე იყო საუბარი კომისიაში და რა სიახლეებია ამ კუთხით? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ჯერ პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ კანონი მესამე მოსმენითაც მიღებულია, ანუ ის კანონი, რომელმაც თქვა, რომ 2033 წლამდე ნეტო აღრიცხვის სისტემა იქნება შენარჩუნებული იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ნეტო აღრიცხვის სისტემაში უკვე ჩაერთნენ. ანუ ეს რო ასე ვთქვათ, კითხვის ნიშანი რომ ამ კუთხით აღარ არსებობს. ანუ ეს პირველი და მეორე კანონმა თქვა, რომ ნეტო აღრიცხვის ალტერნატივა, ანუ გარდამავალი ასე ვთქვათ, მოდელი იქნება უკვე გადასვლა ნეტო დარიცხვის მოდელზე. ეხლა ჩვენ რა სიტუაცია გვაქვს? ვიცით, რომ თელაში ისევ ნეტო აღრიცხვის რეგულაცია მოქმედებს და ეს ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2027 წლამდე იქნება შენარჩუნებული, თუ რა თქმა უნდა ლიმიტი, ქსელში ლიმიტი არ შეივსო. მაგრამ ჩვენი ინფორმაციით ეს ლიმიტი ჯერ კიდევ არსებობს და მომხმარებლები ჩვეულებრივ თბილისის ტერიტორიაზე ნეტო აღრიცხვაში ერთვებიან. რაც შეეხება ენერგოპროს, თქვენ სწორად ბრძანეთ, ენერგოპროსში ნეტო აღრიცხვის რეგულაცია შეჩერებულია, უკვე დაახლოებით 3 თუ 4 თვეზე მეტია, 28 თებერვლიდან, მარტივად რო ვთქვათ, და ველოდებით ნეტო დარიცხვის მოდელს. ამ კანონის საფუძველზე სემეკში გუშინ ითქვა, რომ ივლისის ბოლოსკენ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ნეტო დარიცხვის მოდელი იქნეს შემოღებული და ივლისიდან შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს, რომ ჩაერთონ ნეტო დარიცხვის მოდელში. ეხლა რას გულისხმობს ეს ნეტო აღრიცხვის მოდელი, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია, თუმცა გუშინ სემეკმა მსხდომაზე წარმოადგინა კონცეფცია, ანუ დაახლოებით მონახაზი, რა თქმა უნდა ეს ჯერ არ არის საბოლოო მონახაზი, თუმცა პირველადი მონახაზი, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ სწორად ბრძანეთ, ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის, ანუ სიჭარბე თუ აქამდე იქვითებოდა ნეტო აღრიცხვაში, ნეტო დარიცხვაში ეს გაქვითვა აღარ მოხდება. მოხდება ამისი შესყიდვა და წარმოდგენილი კონცეფციით ეს იქნება უნივერსალური მომსახურების მიმწოდeblis ტარიფი, რომელიც არის 5.5 თეთრი ენერგოპროს ქსელში, 8.5 თეთრი თელასის ქსელში. ჩვენ ამაზე იცით, რომ ქონია ასე ვთქვათ, წინა გადაცემებშიც, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, ასე ვთქვათ, და ამ კუთხით განსაკუთრებით ფიზიკურ პირებში ეს მოდელი მაინც დიდად არ მიგვაჩნია, რომ იმუშავებს და წარმოდგენილი იქნა მეორე ალტერნატივა სემეკის მხრიდან, რაც სიახლე იყო გუშინდელ შეხვედრაზე, ანუ შესაძლებლობა იქნება, რომ ეს ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია იყიდოს თავისუფალმა მიმწოდებელმა. ანუ არ იყიდოს ეს ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებამ, არ იყიდოს ეს თელმიკომ 8.5 თეთრად და 5.5 თეთრად, არამედ შეისყიდოს თავისუფალმა მიმწოდებელმა. დღეს თავისუფალი მიმწოდებელზე სანამ ვისაუბრებთ, რა არის და ასე შემდეგ, რომ აუხსნათ მოსახლეობასაც ეს რა, ასე ვთქვათ, სტრუქტურან რა მოიცავს, ასე ვთქვათ, ეს ტერმინი, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დღეს ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლები დაახლოებით 5-დან 5.3 ცენტამდე ტარიფით ვაჭრობენ. ანუ მაგალითად ჩვენ გვაქვს ბაზარი, ეგ ეწოდებული საბითუმო ბაზარი, სადაც მომხმარებლები არ ყიდულობენ ელექტროენერგიას თელმიკოსგან, არ ყიდულობენ ელექტროენერგიას ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებისგან, არამედ ყიდულობენ
პირდაპირი მიმწოდებლებისაგან, დიახ. სადაც ეს შეიძლება იყოს თავისუფალი მიმწოდებელი, შეიძლება ტრეიდერის გავლით და ასე შემდეგ. ტარიფი ფიქსირდება დაახლოებით 5-დან 5.3 ცენტამდე. რაც შეიძლება რომ მომხიბლელი იყოს, ჩვენ ქონდა კონსულტაციები თავისუფალ მიმწოდებლებთან და მათ გამოთქვეს, ასე ვთქვათ, ინტერესიც, რომ ეს შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო. ანუ წარმოვიდგინოთ ესეთი მოცემულობა, მას ვისაც უნდა რომ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟოს, ამონტაჟებს მზის ელექტროსადგურს, მაგრამ აი იმ სიჭარბის შესყიდვაზე აქვს ორი ალტერნატივა ექნება. ან უნდა მიყიდოს ეს სიჭარბე ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებას და თელმიკოს, ან უნდა მიყიდოს თავისუფალ მიმწოდებელს და შეუთანხმდეს კონკრეტულ ფასზე. აი ეს ორი მოცემულობა არის. ეხლა აქ რეგულაციული თვალსაზრისით ბევრი რაღაც არის დასარეგულირებული, იმიტომ რომ გუშინ სემეკის სხდომაზეც დაისვა ეს კითხვა, იმიტომ რომ თავისუფალ მიმწოდებელს არ აქვს დღეს შესაძლებლობა, რომ ჩავიდეს, ასე ვთქვათ, საცალო ბაზარზე ფიზიკურ პირებთან, იქ იყიდოს ელექტროენერგია და ეს შემდგომ გაყიდოს საბითუმო ბაზარზე. ვისგან უნდა იყიდოს თორნიკე აქედან რამდენად გაჩნდა ეს კითხვა? ანუ აი წარმოვიდგინოთ, ხო, ეს რაღაცა ჰიპოთეზებით რო არ ვისაუბროთ, თქვენ ხართ ფიზიკური პირი, სახლში ამონტაჟებთ მზის ელექტროსადგურს და თქვენ დაამონტაჟეთ მზის ელექტროსადგური და უთანხმდებით ტარიფზე თავისუფალ მიმწოდებელს და ქსელში გადადინებულ სიჭარბეზე თავისუფალი მიმწოდებელი, ანუ X პერსონა კომპანია გიხდით, ასე ვთქვათ, შეთანხმებულ ტარიფს. ეს ცოტა, ასე ვთქვათ, უცნაური მოდელი არის, თუმცა აპრობირებული სხვა ქვეყნებში არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ჩვენი გამოგონილი, მათ შორის ევროდირექტივებიც და სხვა ნორმატიული აქტებიც ევროპაში ამ კუთხით მიუთითებენ, რომ ანუ ბაზარი უნდა გახდეს მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გახსნილი და თავისუფალ მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ეს ელექტროენერგიის შეძენაც ჩვენგან და ასე ვთქვათ გაყიდვას. ეხლა რა არის თავისუფალი მიმწოდებელი, იმიტომ რომ ამ ტერმინს ახლა ვიყენებთ და ცოტა გასაგები რო გავხადოთ, მოსახლეობისთვის ზოგადად არსებობს ორი მიმწოდებელი. ჯერ თავიდან საერთოდ არსებობდა ენერგოპრო და არსებობდა თელასი. მერე მოხდა ამათი გაყოფა და მიწოდება, ანუ ასე ვთქვათ, ხაზები და ელექტროენერგიის დისტრიბუცია დაევალა ენერგოპროს, მაგრამ ელექტროენერგიის გაყიდვაზე პასუხისმგებელი არის ენერგოპრო ჯორჯია მიწოდება, ანუ მეორე კომპანია. იგივე მოხდა აქაც, ანუ თელასი არის ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, გამტარი, ხაზების ფლობელი მრიცხვების და ამ შემდეგ, ხოლო ელექტროენერგიას ყიდის უკვე თელმიკო. ანუ რო ავიღოთ ჰიპოთეზა, ამ კომპანიების თელმიკოს და ენერგოპრო ჯორჯიას მიწოდების მაგივრად კანონმდებლობა შემოაქვს ასევე, უბრალოდ შემოტანილია, მაგრამ ეს არ არის ფართოდ დანერგილი ჩვენთან, შესაძლებელი იყოს მესამე პირიც, რომელიც მოვა და გეტყვით, რომ იცით რა, მოდი ნუყიდულობ ელექტროენერგიას თელმიკოდან, ან ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებიდან და იყიდე ელექტროენერგია ჩემგან. და ეს არის დღეს, ასე ვთქვათ, უკვე რაღაცა დონეზე დანერგილი, მაგალითად საბითუმო ბაზარზე. ის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასეთები არის დიდი საწარმო, მაგალითად მეტალურგები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ისინი ელექტროენერგიას პირდაპირ ყიდულობენ, ისინი არ ყიდულობენ ელექტროენერგიას თელმიკოდან ან ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებიდან. ანუ ამაზეა საუბარი, რომ ბაზარზე შეიძლება ეს დავინახოთ შანსად იმ თვალსაზრისით, რომ გაჩნდნენ თავისუფალი მიმწოდებლები, რომლებიც ამ ელექტროენერგიას იყიდიან და გაყიდიან შემდგომ უკვე ბაზარზე საბაზრო ფასად, იმიტომ რომ ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ 5.5 თეთრი და 8.5 თეთრი დღეს საბაზრო ფასი არ არის ელექტროენერგიის, ანუ თუ ამას წლის ჭრილში გავასაშუალოებთ. როგორც თქვი, ანუ დღეს ბაზარზე ფასი დღევანდელი მოცემულობით არის დაახლოებით 5-დან 5.3 ცენტამდე. კი ბატონო, თორნიკე, სანამ ეს სქემა აეწყობა, თავადაც თქვი, რომ შეიძლება ეს სისტემა თავდაპირველად აი ამ ტარიფების პირობებში, რაც არის განსაზღვრული, უпростоრად ენერგოპრო ჯორჯიასა და თელასის შემთხვევაში არ იყოს ეს ფინანსურად საინტერესო, ხომ? აი ამ სანამ ეს სისტემა დაალაგდება, ელით თუ არა აქტიურობას, იგივე ენერგოპრო ჯორჯიას აბონენტების მხრიდან, რა ხდება აი ამ გარდამავალ ეტაპზე? აი თქვენი ტიპის კომპანიები, რომლებიც ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დაყენებაში ეხმარებით მოქალაქეებს, კომპანიებს, აი თქვენ როგორ მუშაობთ, სანამ ეს ყველაფერი დაალაგდება აი ამ გარდამავალ ეტაპზე? ამ გარდამავალ ეტაპზე ჩვენ ფაქტობრივად ხედავთ, რომ ფიზიკური პირების მიმართულებით საკმაოდ რთული მდგომარეობა გვექნება, იმიტომ რომ ენერგო
ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში ხა ფიზიკური პირები ვერ აკეთებენ ინტეგრაციას და მომავალში წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, ანუ თავისუფალ მიმწოდებელს უნდა გქონდეს სურვილი, რომ ფიზიკურ პირს ხა ხო ხდებით, როგორი დაბალი სიმძლავრე შეიძლება გქონდეს სიჭარბე გადადინებული ქსელში, ანუ მათ უნდა გაუჩინოთ, ასე ვთქვათ, ინტერესი, თავისუფალ მიმწოდებს უნდა გაუჩნდეს ინტერესი, რომ იყიდოს ფიზიკური პირისგან. ანუ აი ეს ხა რამდენად ეს მოდელი იმუშავებს, რამდენად ბაზარი ამას დაარეგულებს, რაღაცა ბიუროკრატიაში ხო არ გავეხოებთ, რომ ჩვენ სემეგზე ხა მე ჩემი ასე ვთქვათ, სიტყვა თქვი და ეს ჩემს ზურგს უკანას ვთქვათ ასოციაციის წევრი კომპანიებისაც, რომ ჩვენ არ გვინდა ისეთი რეგულაცია გქონდეს, რომელიც ბიუროკრატიაში გაგვახვევს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კი შეიძლება თავისუფალ მიმწოდებელს თეორიულად შესაძლებლობა გქონდეს ამ ელექტროენერგიის ყიდვის და შემდგომ გაყიდვის, მაგრამ ისეთი ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, მექანიზმები იდოს ჩადებული, რომ არ უღირდეს, ანუ უძვირდებოდეს. ამიტომ ეხლა არის ზუსტად ამ თვალსაზრისით სამუშაო, რომ მაქსიმალურად ისეთი რეგულაცია იქნეს შემუშავებული, რომ აი ეს ანგარიშწორება ფიზიკურმა პირმა რამდენი გამოიმუშავა ეს სიჭარბე, თავისუფალმა მიმწოდებელმა რამდენი მიიღო, რამდენი გადაყიდა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად და ასე ვთქვათ, ისე აეწყოს, რომ შესაძლებელი გახდეს ამ მოდელის ფუნქციონირება. ჩვენს რეგიონში მსგავსი მოდელი არ აქვს, მაგალითად სომხეთში ჩვენ მე ვახსენე კიდევაც, ხო, 5.5 ცენტს უხდიან პირდაპირ. და ამ მოდელით მუშაობს, ასე ვთქვათ, ეს ბიზნესი. ჩვენთან ფაქტიურად დაახლოებით იგივე შეიძლება გამოუვიდეს მომხმარებელს, მაგრამ თავისუფალ მიმწოდებელთან, ანუ სემეკი მარეგულირებელი რაღაც დონეზე გვაიძულებს ჩვენ კომპანიებსაც, რომ აქეთკენ ეს მიმართულება განვავითაროთ, ანუ ეს თავისუფალი მიწოდების, ასე ვთქვათ, მიმართულება განვავითაროთ. კი ბატონო, ეს გამოწვევაა, ამას ბიზნესი მიიღებს გამოწვევა, თუმცა ბიზნესი ითხოვს ძალიან მარტივ პროცედურებს და ნაკლებ ბიუროკრატიას ამ პროცესში. კი ბატონო, ნახოთ ეს პრაქტიკაშიც გამოჩნდება ხომ? თორემ ერთს დავასწრებ, ანუ ივლისიდან ნეტო ბილინგზე გადასვლის შესაძლებლობა ნორმატიულ აქტში უკვე ასახული აქვს მარეგულირებელს. სემეკი იწყებს უკვე წარმოებას, საქმის წარმოებას და შესაბამისად, როგორც გვითხრეს, არ ვიცი, შეიძლება ივლისი იყოს ან აგვისტოს შუა იწყებს, ხა ზუსტად ამას უბრალოდ მე ვიმეორებ გუშინდელი შეხვედრიდან ნათქვამს, ივლისის ბოლო იყო ნათქვამი, რომ ეს რეგულაცია, ანუ ნეტო დარიცხვის რეგულაცია იქნება შემოღებული, თუ შეიძლება ერთსაც დავამატებ, ასევე ითქვა ისიც, რომ ვირტუალურ ნეტო აღრიცხვაზე კომისიაში ჯერჯერობით 100-თა სხვადასხვაობა არის. ანუ ეს გულისხმობს ზუსტად იმას, რომ ჩვენ ვიცით რაც არის ვირტუალური ნეტო აღრიცხვა, ანუ ერთგან დამონტაჟება სადგურის და მეორეგან ჩათვლა, ხო? ამ თვალსაზრისით 100-თა სხვადასხვაობა არის. არიან წევრები, რომლებიც არ ემხრობიან ნეტო დარიცხვის მოდელის მუშაობას ვირტუალური ნეტო აღრიცხვის შესაძლებლობით. კი ბატონო, ესეც ალბათ გამოჩნდება რა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაცია გავუზიარეთ, მათ შორის თქვენი ასოციაციის წევრ კომპანიებს, მათ ვინც გუშინ არ ესწრებოდა შეხვედრას. მადლობა. თორნიკე დარჯანია საუბრობდა პირდაპირ ეთერში საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი.